წინანდლის პრემია არის დღეს ჩვენი თემა, რომლის აღსრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. 9 იანვარს გამოვლინდება ის 8 ბედნიერი, რომელიც მიიღებს ამ პრემიას და უფრო დაწვრილებით ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა სანამ სტუმრებს წარვდგენთ, უნდა გადავიდეთ ანსამბლ ჯვარულზე, რომელიც სიმღერას შემოგვთავაზებენ. ერთ-ერთი ნომინანტია ამ პრემიის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნომინანტია, მაგიტომაც არიან დღეს ჩვენ სტუდიაში. ვიმღეროთ და მერე გადმოვიდეთ ის. დელია მიდორჩი ვიყავსწორებო არჩილ ხუზუშაურს უნდა ვთხოვოთ, რომ გადმოინაცვლოს ჩვენთან და მოდი ჩვენ გავაცნოთ და წარმოვადგინოთ. მოკლედ, ჩვენი სტუმრები არიან წინანდლის წლევანდელი პრემიის ორგანიზატორი ნინო ქადაგიძე ჟვანია და ნომინანტები ლია ლიქოკელი, ანა ჩადუნელი და ვახტანგ ჯაჯანიძე დილამშვიდობის მოგესალმებით. არჩილ ხუზუშაური ვთქვით და კიდე ერთხელ ვთქვათ. მოგესალმებით. ქალბატონო, დავიწყოთ წინანდლის პრემიაზე საერთოდ რომ მოვყვეთ მოკლე ისტორია 1999 წელს დაარსდა ზურაბ ჟვანიამ. და მას შემდეგ რამდენჯერმე ჩატარდა როგორც იცით და 2003 წლის მერე პირველად ტარდება და ვისი პატრონაჟით ტარდება წელს და როგორ გაჩნდა საერთოდ იდეა თავიდანვე ამის შექმნის? ზურა ხვდებოდა ხოლმე ახალგაზრდა არტისტებს და ძალიან უყვარდა, მეგობრობდა მათთან და 99 წელს, როცა წინანდალში იყვნენ, მაშინ გია არსენიშვილი იყო გუბერნატორი. რაცნაირად ესე მოხდა, რომ ამ შემოხვედრის დროს ახალგაზრდებმა თხოვეს, რომ იქნება რაღაცა პრემია გააკეთოთ, რომელიც სტიმულირებას გააკეთებს და მაშინ გადაწყდა ამბავი ეს ამბავი ამ პრემიის დაფუძნების საკითხი და ზურას აზრი ის იყო, რომ ჯერ ეს ერთი თვლიდა, რომ პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე უნდა ფრთხილდებოდეს ახალგაზრდობას, განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდობას და რაღაცნაირად ცდილობდა, რომ ესენი ყველანი ყოფილიყვნენ მასთან ახლოს, მის თვალსაწიერში და ყველანაირად მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარებოდა მათ და ის პირველი ნომინანტები დღეს არიან რაღაცა ნიკა მემანიშვილი, ლაშა ბუხაძე, უშუალოდ ნიაზ დიასამიძე, რომელსაც მაშინ საზოგადოება არ იცნობდა. და მე რაღაცა მათ ცხოვრებასაც რომ გაადევნა თვალი ხვდები, რომ ზურას სულ რაღაცნაირად ცდილობდა, რომ ბიზგი მიეცა მათთვის და გვერდში დგომოდა და გარდა ამისა რაღაცნაირად ცდილობდა, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფილიყვნენ, რომ ჩვენ გვცოდნოდა ეს ადამიანები და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არ არის იოლი ცხოვრება, ხელოვანი ცხოვრება და ეხაც დაჯილდოებას ვაკეთებთ და გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს რაღაც შელამაზებული და ვარდის ფერფერებში გაკეთებული ცერემონია, არამედ ესენი იყვნენ ისეთები, როგორც ისინი არიან, როგორც მათი ცხოვრება არის და ეს ადამიანები საკმაოდ რთული ცხოვრები ცხოვრობენ. ხშირად ეს არის რთული სოციალური პირობები, შემოქმედისთვის დამახასიათებელი რაღაცა სულიერი კოლიზიები და ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი იყოს ნამდვილი.
ჩვენ 4 ნომინანტს ხედავთ აქ. სულ არის 8 კატეგორია, ესეც ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს. აქედან 4-ის წარმომადგენლები არიან დღეს ჩვენთან, ხო? ანა სახვითი ხელოვნება, წარმოდგენილია ლექსების კრებული ლიასი, რომელსაც დავიწყე კითხვა პოეზიის კატეგორიაში ბუნებრივია გუშინ და რამდენიმე ლექსის საკითხული მქონდა და მართლა ვეღარ გავჩერდი, გამოუძინებელი მომენტი სამსახურში. შეგვისრულა ჯვარულმა უკვე სიმღერა და მეოთხე კატეგორია, რომელიც დღეს ჩვენთან არის წარმოდგენილი არის კინო, ხო? დანარჩენი 4 კატეგორიაც რო ვუთხრათ მაყურებელს, ანუ სულ რომელ კატეგორიებში არიან წარმოდგენილი ნომინანტები. იგი სულ 8 კატეგორია, მათ შორის გვაქვს მეცნიერება და მეცნიერებაში გვყავს ძალიან კარგი ნომინანტები, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ პირველ დაჯილდოებაზე 99 წელს მაგალითად არ გაიცა საერთოდ მეცნიერება. და რომ არ იყო ფიზიკურად ადამიანი, რომელიც ალბათ ნომინირებული იქნებოდა, ხო, ამ კატეგორიაში. და რა დაგვრჩა, ესე იგი პროზა. აქაც ძალიან კარგი ნომინანტებია და ძალიან გული მწყდება, რომ ბევრი ვინც შემოიტანა ვერ მოხდა ნომინანტებში და აი ვთვლი რომ იმსახურებდა ამას. და რა დაგვრჩა კიდე? თეატრი. აი ესე საინტერესო რამდენად დიდი იყო გამოხმაურება, რამდენი განაცხადი მიიღეთ თქვა. ძალიან დიდი გამოხმაურება იყო, ზუსტი რაოდენობა ნამდვილად არ ვიცი. და ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა გიორგი მარგველაშვილს, იმიტომ რომ შესაძაც ამ პრემიის აღდგენის საკითხი დადგა, პირველ რიგში გიორგისთან როგორც ზურას მეგობართან მივედი და რაღაცნაირად ძალიან ხარში დაგვიდგა და მოგცა იმის საშუალება, რომ გამახორციელოთ და იმედია, რომ ეს ყოველწლიური გახდება. საინტერესოა ნომინანტებისთვის რას ნიშნავს ის, რომ წარდგენილი ხართ ამ ნომინაციაში. ლია სხვათა შორის პოეზიით არის წარდგენილი, მაგრამ 2014 წელი პროზის მხრივაც მნიშვნელოვანი იყო, ხო, შენთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო სწორედ შენი მოთხრობისთვის გადმოგეცა. კი. საერთოდ პოეზიას წერ მოთხრობებს არ წერ ხოლმე, წერ მარტო კონკურსებისთვის, ესე გამოდის. და წერო ავიღე წელს მოთხრობისთვის. ხო, ესე კარგი წელი იყო. კონკურსები, მე მიყვარს კონკურსები, ასე ვთქვათ. ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი კარგი სტიმულია ხოლმე, ნუ თავის გამოცდა, თავის თავად, მე კარგი სტიმულია ძალიან და კიდევ ის რომ გაქვს საშუალება უფრო მეტ ადამიანს ელაპარაკო. პოეზია არის ლაპარაკი, მოყოლა, საკუთარი თავის მოყოლა. და ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია რომ უფრო ფართოდ მოყვე, უფრო მეტი მოყვე, სტიმულშიც ამას გულისხმობ, რომ მიდი, გააკეთე. უფრო მეტი შესაძლებლობა გეძლება. თან როგორც ვიცით და შენი აზრით საკითხული მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ გამომცემლები პოეზიას ისე არ წყალობენ, როგორც პროზა. დიდი პრობლემა პოეზია ცოტა არ იყოს დაჩაგრულია ჩვენთან და კონკურსებიც პოეზიაში მაგალითად არ არის თითქმის და მოთხრობებსაც ამიტომ წერ რეალურად რომ ერთი არ არის და ძალიან მიხარია რომ ეს ნომინაცია ცალკე არსებობს, მაგალითად წინანდლის პრემიას აქვს ცალკე პოეზიაში, თქვა. ანა, შენთვის ამდენად მნიშვნელოვანია კონკურსები, როგორც ხელოვანისთვის? ჩემთვის არასდროს არ მიფიქრია კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. პირველი კონკურსია, მაგრამ იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაც საქართველოში ძალიან იშვიათად ხდება, რომ ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერა ხდებოდეს. ჩემ გარშემო უამრავი ნიჭიერი მეგობარი არის, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს, უამრავ ძალიან მაგარ ნამუშევარს ქმნის და თითქოს არ ხდება მათი მხარდამჭერა ან რაღაც დაინტერესება არ ხდება არც საზოგადოებისგან, არავისგან და რომ ნახე ეს კონკურსი, ეგრევე დავინტერესდი რა ხდებოდა, თან სხვადასხვა ნომინაციები რო იყო, ყველა სფეროს ადამიანისთვის რაღაც წამახალისებელი გახდებოდა ეს კონკურსი. ეს ამ გამოცდილებით უკვე აი პირველი კონკურსია, როგორც აღნიშნე შენთვის. ამ გამოცდილებით ეს სავარაუდოდ არ არის, ხო, ბოლო კონკურსი, რომელშიც მიიღე მონაწილეობა. ნუ რა თქმა უნდა, ბუნებრივია ერთი კონკურსით ვერ იმსჯელებ ყველაზე, იმიტომ რომ სხვადასხვა გარემოა, სხვადასხვა ჟიურის წარმომადგენლები აფასებენ და ნომინანტებიც განსხვავებული. მე როგორც ხელოვანი უფრო ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რაღაც გამოფენებში მონაწილეობის მიღება კონკურსებზე არასდროს არ მიფიქრია, მაგრამ ეს წინანდლის პრემია მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის საქართველოში, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ
პირველი ნაბიჯი არის რეალურად არ განხორციელებულა ასეთი პროექტი, რომელიც მხარს დაუჭერდა ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს. კი. ეს მინდა თქვა ძალიან სწორედ იყო თვითონ კონკურსის პრინციპი, ესე არის რომ ორ ეტაპად მიდის, ჯერ იყო თვითონ ნომინაციაში სამკაციანი ძალიან კომპეტენტური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც არჩევდა თვითონ ნომინაციაში 3 ნომინანტს. ეს არის რეალურად ძალიან ძლიერი ფილტრი და ყველა ნომინანტი რომელიც არჩეულია რეალურად ძალიან ღირსეულია. საბოლოოდ ვინ არჩევს კონკრეტულად ამ თითო კატეგორიაში თითო გამარჯვებულს, როგორც ვიცით, არ გვეუბნებით და არ ვიცით, მაგრამ ჟიური და ბოლო დღეს გაირკვევა. მაგრამ მანამდე ეს სამ-სამი ადამიანი ვის მიერ აირჩა, ამასაც ვერ გვეტყვით? წარმოიდგინეთ, რომ ეს არის 24 კაციანი სია. რაღაცა რამდენიმე სახელის, თავშე ირინა პოპიაშვილი ან ლელა უჩიაური ან დავით ფუცხიძე შეგვიძლია რომ დავასახელოთ, ისე რომ შტაბეჭდილება შეგვექნეს გარკვეულწილად. აი კინოს და უფრო სხვა მდგომარეობა გაქვს, იმიტომ რომ ასე თუ ისე გვაქვს კინოფესტივალები და რაღაც კონკურსების მეტნაკლებად იმართება და შეც მიგიღია მონაწილეობა, მაგრამ კონკრეტულად ეს წინანდლის პრემია რას ნიშნავს შეცის? ну, რა შემიძლია დავამატო. ჩემთვის პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი კომუნიკაცია სხვადასხვა რაღაცა პროფილის ადამიანებთან, ახალგაზრდებთან. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე პირადად, ну, ზოგი შემოქმედებას ვიცნობ, ზოგისას არ ვიცნობ და ეხლა ვიცნობ. და ვფიქრობ, რომ ეს კავშირი რაღაცა საერთო ერთ ჯანსაღ მუხტს ქმნის, რა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ იმ ადამიანებმა, ვინ შექმნეს ეს პრემია, ჩადეს ძალიან დიდი სიყვარული ამ სფეროსადმი რა და რაღაცნაირად ეს უნდა გაღვივდეს და გადავიზდეს სხვა ადამიანებზე, ჩვენს მეგობრებზე. და ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ეს არის ყველაზე კარგი მოვლენა, რაც მე ვიცნობ საქართველოში. ანუ მე არ უყურებ ამას მხოლოდ როგორც კონკურსს. მე უყურებ ამას როგორც ურთიერთობების ფენომენს, როგორც მოვლენას, რომელშიც დევს დიდი ჯანსაღი ენერგია და სიყვარული. და მე აწყობდნენ ხოლმე შეხვედრებს ამ წინანდალში და იქ უკვე მეგობრებიც ხდებოდნენ და ოჯახებიც იქნებოდნენ და მთელი ამბები იყო და საერთოდ ქართულ კულტურას ხო ეს ყოველთვის ჰქონდა რომ აი თუ ავიღეთ დავშოთ იმ პერიოდს ჯანო, რობიკო, ყანჩელი, ბიძინა, ესე ხო ყველანი მეგობრები იყვნენ გაბრიაძე და ეს ხო ესეთი პროდუქტი იყო ყველა ერთობლივად შექმნილი და ცხადი. ხო, ესეც ხო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. არჩილთანაც გვექნება შეკითხვა, უკვე შეგვისრულეთ სიმღერა თქვენ კოლეგებთან ერთად. მოხებურ სიმღერებს აგროვებთ და აღადგენთ, როგორც ვიცით, ხო? ეს ძალიან საინტერესოა. ქალბატონი ნანა ვალიშვილი არის ჩვენი ხელმძღვანელი, ანსამბლი ჩამოყალიბდა 2007 წელს. ახალგაზრდული ჯგუფი იყო მოხებების ინიციატორები, რომელსაც უნდათ საარქივო მასალების გაცოცხლება. მოხერხდა ფაქტიურად ეს ცოტა რთული პროცესი იქნება ხო სავარაუდოდ ანსამბლს მიმართულება არ აქვს თქო აი კომერციული თვალსაზრისით ან უბრალოდ რომ ყოფაში გაცოცხლდეს ეს საარქივო მასალები და გადავიტანოთ ყოფაში ხევში ზოგადად და ეს დისკი ჩაიწერა და ნაწილობრივ მოხერხდა კიდევაც იმიტომ რომ რამდენიმე დასასწაულზე უკვე მივიღეთ მონაწილეობა ამ ძველ ახალ წელს და აი ხატობას ესე მეძახით იქით და მივიღეთ მოგაც მონაწილეობა საერო საგალობლები გაცოცხლდა და ეხა უკვე გარკვეული ბირთვი ცხოვრობს ხევში სტეფანწმინდის რაიონში ვისაც შეუძლია რომ ამ რიტუალში მიიღოს მონაწილეობა და ეს პროცესი გრძელდება დიდი მადლობა რომ ჩვენ გავხდით ამ კონკურსის ასე ვთქვათ ნომინანტები იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენი საქმიანობა არ არის ამავე კომერცია და პიარი და დიდი მადლობა რომ დააფასეთ. პირიქით აი მე მართლა მადლობა მინდა უთხრა ყველა ახალგაზრდას ვინც ახერხებს და საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე, იმიტომ რომ ეს რეალურად არის ის ცხოვრება, რომელიც ადამიანისგან მოითხოვს შეწირვას. ყველას მადლობა, ვინც ახერხებს, რომ ესე იცხოვროს ხელოვნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წვეთის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, პირველად ტარდება წელს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალ წელს ისე მოხვალთ ხო ჩვენთან ნომინანტებთან ერთად.
არწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო ნაკლებად დაძაბულები ვიქნებით და კონკურსი თვითონაც ალბათ უნდა დაიხვეწოს, ძალიან ბევრი რაღაცა რაც წელს ვერ გავითვალისწინეთ და მომავალში გამოცდილებით უკვე წლევანდელი წლის მომავალ წელს. არწმუნებული ვარ, რომ უკეთესი იქნება. და საპრიზო ფონდზეც გითხავთ, რა არის პრიზი, რას იღებენ გამარჯვებულები? 5000 ლარს იღებს თითოეული კატეგორიის გამარჯვებული. საკმაოდ კარგი სტიმულია ყველა დარგისთვის. ჩვენ გვინდა რომ წარმატება ვუსურვოთ თითოეულ ნომინანტს, განურჩევლად კატეგორიისა და იმ ადამიანებსაც, ვინც დღეს ჩვენთან არ არის სტუმრად და ერთად ყველას გისურვებთ წარმატება, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინოს მომავალშიც ამ კონკურსმა და ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყავით და ჩვენ თავს ვუსურვოთ, რომ სულ ესეთი საინტერესო სტუმრები გყავდეს, არა? და ჩვენ მაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ თქვენთან ერთად, გემშვიდობებით უკვე ხვალამდე, იმედია რომ ხვალინდელ დღესაც ბევრს არ იფიქრებთ, ვისთან ერთად უნდა დაიწყოთ. თან შობა გველის წინ 7 იანვარია ხვალ, ესე რომ წინასწარ გილოცავთ და ხვალ დილითაც აუცილებლად მოგილოცავთ, ასე რომ დროებით გემშვიდობთ. ხვალამდე.